Konkret ეს არის სადარბაზო, ეს არის ქალაქური რვიანი, ესე შემოვდივართ, საკმაოდ სუფთამოწესრიგებული სადარბაზო. ესე შემოვდივართ. ესე არის ჩაშენებული ყველაფერი. ეს არის სტანდარტული ქალაქური სამოთახიანი ორი საძინებლით, ეს არის მისაღები. ბატონო, ესე დიდი ჩაშენებული. მაგაც არის სათავსო, მთლიანი კედლის სიგრძეზე, საკმაოდ დიდი. იქით არის ლოჯში მე გავიდეთ, ანუ ესე. ეს არის ერთი საძინებელი, რომელიც გადის წერეთელზე. საკმაოდ მზიანი. რო ვთქვათ, ესე გადის წერეთლის მხარეა და გადის აივანზე. ვერცხება მეორე საძინებელს. ცოტა ქარია. ესეთი კარგი დიდი, ეს საძინებელი არის სადღაც 14 კვადრატი მთლიანად. ესეთი დიდი გარდერობით. ესე გამოდივართ, გაჩვენებთ ახლა მეორე საძინებელი, რომელიც საკმაოდ დიდია, ეს არის სადღაც 16 კვადრატი. უბრალოდ ბინა არის დაკეტილი და ამიტომ ბევრი რაღაცები, იმიტომ გვაქვს ესაყუთში ჩაწყობილი. მოკლედ აქედანაც გავდივართ აივანზე. ანუ ეს ორი საძინებელი ერთმანეთს უერთდება აივნით. ბინა არის ძველი რემონტით, მაგრამ სუფთა მდგომარეობაში. ესე გავდივართ. აქ ორი სველი წერტილია ცალ-ცალკე. ეს არის სამზარეულო. ბატონო, ესე აქ დგას გაზი, პლუს არეცხი მანქანა. ეს არის ლოჯი. აქაც არის სათავსო, საკმაოდ ღრმა 1 მეტრამდე სიღრმის არის. ეს როგორც გაჩვენებს, აქედან ლოჯი უერთდება მისაღებს. ამას აქვს მოშენება, რომელიც ესე ღიად არის დატოვებული და სურვილი სამეფო, ვისაც სურვილი ექნება თავისი გადაწყვეტილების სამეფო გააკეთებს, რაც ენდომება უნდა საძინებლებს დაამატებს, უნდა ესე ღიად დატოვებს. მოკლედ საკმაოდ დიდი ფართი არის, ამის ნახასაც მოგაწვდეთ, ვისაც დაგჭირდებათ. და ესეთი ეს გადის შიდა ეზოს მხარეს. ეს არის ეზო და ამას მოყვება კიდე ავტოფარეხი არის სადღაც ამ ტერიტორიაზე ქვემოთ, რომელიც ახლა ამ ეტაპზე გაქირავებულია და თვეშა ახლობით ეს პირადში გეტყვით რამდენად. ეს არის აივანი. ეს მხარე არის, მოკლედ არის სამხრეთ აღმოსავლეთის მხარე, ანუ მზე ამოდის აქედან 12 საათამდე აქეთ დგება მზე და 12-ის მერე უკვე გადადის იმ მხარეს. ადგილი არის ძალიან კარგი, მეტროსთან ახლოს არის, აქვე არის გაჩერება, ბანკი, სკოლა, ყველაფერი. სულ ჯამში არის 125 და 126 კვადრატი.